როდესაც ეს ღონისძიება ჩატარდა საქართველოში, იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოვიდა ინფორმაცია სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისევე როგორც სუსმა სხვათა შორის კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლას. იქ იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი, არ მახსოვს ეხლა. ბევრად უფრო ოდიოზური გვალები იყო ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, მაგ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი დარღვეული არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ჰქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონებებიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ჩვენ ვთქვით რომ ამას არ უშვებთ. გათხოვდა ერთი ამბავი. პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო. მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობა აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ შეიძლება დავასრულო რა. ამ კაცის შემოშვების შემდეგ და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე, რომელმაც თქვენ კი იცახეთ რომ ქვეყნის გარეთ იყო, მაგრამ მასპინძლობა და ღვინოს მე ვსვამდი კაცო გავრილოვთან. მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის იმაში მეცაც გეტყვით, არ დავამთავრო, დავასრულო, ხომ აკეთება. ამის შემდგომ იქამდე იყო შეთანხმება მისული, რომ ამ ღონისძიების, რომელიც იყო საერთაშორისო ღონისძიება და საერთაშორისო ღონისძიება რო იყო, ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო. მაგრამ მაინც რო კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მე თქვენს რომ მას ყავდა მოადგილი ამ პრეზიდენტი იყო ეს კაცი, რომ ვიღაცა სხვა ჩაატარებდა ამ იქნებოდა ხელმძღვანელი ამ კონფერენციის. ამის შემდგომ მოხდა ის რაც მოხდა, ამათ საღამოს მოუწყვეს იქ რაღაც რესტორანში кейფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დააჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ. აი ეს იყო სიმართლე და რეალობა და არავინ, ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე და შემდგომ იმაზე რაც შეიძლება მომხდარიყო, ვერავის ვერ დაურეკავდი. და ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებელის ტიპი, რომლის მოძებნაც მაშინ გვინდოდა, ვერავინ ხალხზე ვერ ვიპოვეთ. ეს იყო რეალობა და თქვენ აქ შეგიძლიათ ახლა ბევრი რამე თქვათ. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო მარტივი. ნუ გიორგი, ნუ გიყვირი ხარ და თოს გაუყირივარ ხარ. მაგრამ მართლა ეხლა არ გიყვირივარ ხარ. ნუ გიყვირი ხარ. არ გიყვირივარ ხარ. და ჩვენ როცა გეესაუბრებით, თქვენ იძახით რომ გაიქცევით და ჩვენ აქ ნუ გიყვირი ხარ. არ ღვევა. ეხლა რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ჩემთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის რომ მე რომ განსხვავებული აზრი მაქვს, რომელიც თქვენთვის ხშირად მიუღებელია. ყოფილა შემთხვევები ჩვენ ახლა ერთაზე ყოფილვართ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთად მუშაობდით, მაშინაც განსხვავებული აზრი ქონოდა. უბრალოდ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამ განსხვავებული აზრის გამო სადმე წავა და გაქრება. თქვენ რომ ფიქრობთ, რომ აქედან, სადაც მე ახლა ვარ, ოპოზიციიდან, პოზიციის დაჭერა არ არის პასუხისმგებლობა, მე ვთვლი რომ ეს პასუხისმგებლობაა და მაშინ როდესაც იმაზე რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს თეთრია, ან შავია და სინამდვილეში ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია და დეზინფორმაციაა, ამის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა ჩემთვის ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და არ არის დანებება. მე ასე ვუყურებ და მაშინ როდესაც მე შავთვალე, რომ თქვენთან ერთად სამწუხაროდ, გუნდთან ერთად პოზიტიური საქმის კეთების რესურსი აღარ იყო, ავდექი და გადავდექი და მინდა ერთი რამე გითხრათ, ქალბატონო თავმჯდომარე, თქვენ ამ გუნდს ძალიან კარგად იცნობთ და სწორედ თქვით, რომ ჩემზე ბევრად უფრო ადრე ხართ ამ გუნდში და ძალიან კარგად იცით, რომ მე ვარ ერთადერთი ადამიანი ამ გუნდში, რომელიც თავისი ნებით გადადგა. ერთად ერთი და ეს თქვენ იცით ყველაზე კარგად. მადლობა.